სოფლიოში ნავთობის ფასის რეკორდულ ზრდასთან ერთად საწვავი საქართველოშიც გაძვირდა. მაგალითად, ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე დიზელზე ფასმა 20 თეთრით მოიმატა. რა მოლოდინი უნდა გქონდეს, თემაზე ვსვლათ ეკონომიკის საკითხებში ექსპერტ გიორგი კაპანაძესთან ვისაუბრებთ. გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და მონაწილეობთ ტელეკომპანია გურჯაანის ახალ ამბებში. რა მიზეზებმა გამოიწვია საწვავზე ფასის ასეთი მკვეთრი მატება? კი ბატონო, საწვავის გაძვირების ძირითადი მიზეზი არის ჰამზუნის სრუტის დაკეტვა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი, კონკრეტულად კი ირანთან მიმართებაში რაც ხდება და რასაც ყველანი ვხედავთ, ანუ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ დაწყებული დაბომბვა და შედეგად ირანის პოზიცია, რომ ისინი ამ სრუტეში არ გაატარებდნენ ტანკერებს და არ მოხდებოდა იქიდან ნავთობის ექსპორტი. ჩვენ როგორც ვიცით, ეს არის 20% ამ სრუტის მეშვეობით გადის დაახლოებით მთლიანი გლობალური მასშტაბით ნავთობის 20% და შესაბამისად ბუნებრივია სრუტის დაკეტვამ ძალიან სწრაფად პოვა ასახვა ნავთობის ფასებზე და ძალიან სწრაფად მოხდა ფასების ზრდა. პრინციპში ეს არის ძირითადი მიზეზი და ამაზე არაერთი განცხადება და პოზიცია მოვისმინეთ. ნავთობის ფასი სწრაფად იზრდება და თუ კონფლიქტი დროულად არ მოგვარდა ან სხვა რაიმე გამოსავალი არ მოიძებნა იგივე ამერიკის შეერთებული შტატებისა და შესაბამისი ქვეყნების მხრიდან, რთული წარმოსადგენია, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მეტი გაძვირება არ ვიხილოთ და ანალიტიკოსების მოლოდინია, რომ შესაძლოა 150 ან $200-მდეც კი გაძვირდეს ბრენტი ნავთობის ფასი. ესე იგი თქვენი მოლოდინია, რომ საწვავზე ფასი კიდევ მოიმატებს? ჩემი მოლოდინი არის, რომ თუ ეს კონფლიქტი დროულად არ დარეგულირდა და რაიმე გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, ან თუ კონფლიქტის გაგრძელების კვალ და კვალ სრუტესთან მიმართებაში რაიმე შეთანხმება არ მოხდა, ჰამზუნის სრუტესთან შეთანხმებაში და იქიდან ნავთობის ექსპორტი არ გაგრძელდა, დიდი ალბათობით მოსალოდნელია, რომ ეს ფასების ზრდა გაგრძელდეს. ერთი დადებითი რაც იყო ბოლო პერიოდში და ბოლო დღეებში ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ დადებითში რაც გულისხმობ ნავთობის ფასებთან მიმართებაში დადებით გულისხმობ ტრამპსა და პუტინის შორის სატელეფონო საუბრის შემდგომ გარკვეულწილად შემცირდა ნავთობის ფასები და აქ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა რუსეთმა გაზარდოს ნავთობის მიწოდება და ამან გარკვეულწილად დააბალანსოს ის დანაკლისი, რომელიც დღეს არის გლობალურ ბაზრებზე, მაგრამ ძნელად სავარაუდოა, რომ თუნდაც ამ პირობებშიც კი არ გაგვირდეს ნავთობი, ანუ დღეს არსებული რეალობი თუ კი კონფლიქტი გაგრძელდა, ყველა ვარიანტში მოსალოდნელია, რომ მაღალ ნიშნულზე დარჩება და შესაძლოა კიდევ უფრო მეტად გაგვირდეს ნავთობის ფასი. თქვენ ახსენეთ, რომ თუ რაიმე გამოსავალი არ იქნება მოძებნილი, ფასებმა შეიძლება კიდევ მოიმატოს. რა შეიძლება იყოს ეს? ყველაზე სწრაფი გამოსავალი და იქნება ის, რომ ეს კონფლიქტი დასრულდეს, რაღაც შეთანხმებამდე მივიდნენ ან პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე ისრაელი, ამერიკის შეერთებული შტატები და ირანი და ბუნებრივია ამ კონფლიქტის თუ ომის, რასაც დავარქმევთ, საჰაერო თავდასხმების გაჩერების შემთხვევაში, სარაკეტო თავდასხმების შეწყვეტის შემთხვევაში, თუ კი აღდგა ჩვეულებრივად გლობალურ ბაზარზე ნავთობის მიწოდება, ყველაზე მარტივი და სწრაფი გადაწყვეტილება იქნება ეს, რომ ნავთობის ფასი დაუბრუნდეს ძველ ნიშნულს ან დაიწყოს ფასების შემცირება. მეორეს მხრივ ერთადერთ გამოსავლად, რაც ბოლო დღეებში გამოიკვეთა, იყო ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა ქვეყნების შეთანხმების შემთხვევაში რუსეთის მხრიდან იმპორტი თუ გაიზარდა, ამან შესაძლოა გაძვირება შეაჩეროს, მაგრამ სხვა მხრივ ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ფასები დაბლა დავიდეს და მესამე არის ის, რომ ჩვენ ვნახეთ საფრანგეთის პოზიცია, რომელმაც საკუთარი ფლოტი გაგზავნა იმისათვის, რომ ჰამზუნის სრუტეში ტანკერების გადაადგილება, ასე ვთქვათ, უზრუნველყოს, ანუ თუ კი რაიმე მეთოდები მოიძებნა იმისათვის, რომ გარკვეულწილად სრუტის გამოყენება კვლავ შესაძლებელი გახდა ნავთობის გადასაზიდად, მაშინ შესაძლოა დიდწილად ზრდას ადგილი არ ქონდეს, მაგრამ კონფლიქტის გაგრძელების პირობებში ნებისმიერ შემთხვევაში ნავთობის ფასებს უნდა ველოდოთ, რომ მაღალ ნიშნულზე დარჩება. შესაძლოა მეტად აღარ გაძვირდეს, მაგრამ $100 ნამდვილად გადააჭარბებს. ნავთობის გაძვირება ალბათ სასურსათო პროდუქტების ფასებს აისახება, ხომ ვიცით, რომ ოქრო უკვე ძალიან გაძვირდა, უნდა ველოდოთ თუ არა ფასების მატებას პროდუქტებზეც. ოქრო ბუნებრივი იყო, რომ გაძვირდებოდა, იმიტომ რომ მსგავსი კონფლიქტები ყოველთვის გავლენას ახდენს, გარდა ამისა, ოქროს ფასი ისედაც მზარდი იყო ბოლო პერიოდში, ვინაიდან მასზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი და შესაბამისად ამ პირობებში უნდა ველოდოთ, რომ შესაძლოა ზრდა ოქროს მიმართულებითაც იყოს, რაც შეეხება სასურსათო პროდუქციას, ბუნებრივია ნავთობის გაძვირება, შემდგომ ამას თუ გადავიყვანთ უკვე საწვავის გაძვირება და ასე შემდეგ, ეს ჯაჭვი, რომელიც არსებობს,
პროდუქციის ფასზე მუდმივად აისახება ხოლმე როგორც ლოკალურ ბაზრებზე, ან იგივე ქართულ ადგილობრივ ბაზარზე, ბენზინის გაძვირება და საწვავის გაძვირება ბუნებრივია ასახვასლობის პროდუქციაზე, ასევე გლობალურ ბაზრებზე. ამას არ ექნება ეს ძალიან სწრაფი ეფექტი, როგორც ნავთობზე დავინახეთ ერთ დღეში, როდესაც და ორ დღეში ხდება სწრაფი გაძვირება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ კი კონფლიქტი გაგრძელდა და დიდი ხნის განმავლობაში მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა ნავთობის ფასები, ბუნებრივია ეს გარკვეულ ასახვას გლობალურად და ლოკალურად პროდუქციაზეც მოახდენს. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებთ. მადლობა თქვენ.